ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პარამეტრები მაღალი ეკონომიკური ზრდის და დაბალი ინფლაციის პირობებში. Როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზები მიმდინარე 2025 წელს ძირითადი ტენდენციების ანალიზით ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის ფინანსური სექტორის ავტორი თათია დარასელია შემოგვიერთება სტუმართან ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან თამთა სოფრომაძესთან მოგესალმებით და საინტერესოა მთლიანობაში რაც დაეთმობა ეს რუბრიკა და რამდენად მოიცავს მთლიანად ფინანსურ სექტორს. მოგესალმებით მაიკო, ძალიან დიდი მადლობა წარდგენისთვის და ასევე რა თქმა უნდა ჩვენთვის დათმობილი დროისთვის მივესალმები მაყურებელს რა თქმა უნდა. დღეს რუბრიკის ფარგლებში როგორც უკვე აღნიშნეთ, მიმოვიხილავთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ასევე სების როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის მანდატის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტებს უკვე 2025 წლისთვის. ჩვენი სტუმარია როგორც უკვე თავად აღნიშნეთ, თამთა სოფრომაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. თამთა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ასევე მაყურებელს. ძირითად ტენდენციებზე საუბარი, ამ შემთხვევაში დავიწყოთ ინფლაციით, რომელიც საქსტატის მიხედვით 2%-ია. იანვარში ასევე ჩვენთვის ცნობილია ეროვნული ბანკის ყოველთვიური ინფლაციური მოლოდინების ანგარიში. საინტერესოა ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, თუ რა განაპირობებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას, რა არის ამის ძირითადი მდგენელი და ეროვნული ბანკის ფაქტორი და როლი ამაში რა არის? ინფლაცია საქართველოში სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი არის და მნიშვნელოვანი არის თუ რა დგას ამ დაბალი ინფლაციური გარემოს უკან. გასული წელი რომ შევაჯამოთ 2024 წელი საშუალოდ ინფლაცია 1.1% იყო და ძირითადად ეს მომდინარეობდა შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან. კერძოდ რას გულისხმობთ შიდა ეკონომიკურ ფაქტორებში? პირველ რიგში დაბალი ინფლაციური გარემოს შენარჩუნება არის სწორი და თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური. ამისი ინდიკატორი, ყველაზე კარგი ინდიკატორი რაც არის, ეს არის ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომელიც წლის განმავლობაში 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი იყო და იანვარშიც 2.3% იყო. ეს ინდიკატორი, როგორც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომი, ეს საერთაშორისო სტანდარტი არის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებში ხშირად არის აღნიშნული ამის შესახებ. ასევე, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ გვაქვს ინფლაციური მოლოდინების კვლევაც, ვატარებთ გამოკითხვას ყოველთვიურად. თვიდან თვემდე ეს მაჩვენებელი გარკვეული მერყეობა ახასიათებს, არის ზოგჯერ რომ წინა თვესთან შედარებით შეიძლება მცირედ გასწრილი იყოს, თუმცა აი ესეთი ტენდენციას რომ შევხედოთ თუ როგორ ვითარდებოდა მთელი გასული წლის განმავლობაში, ისევე როგორც ინფლაციას ჰქონდა 2023 წლის დასაწყისიდან დაიკლო და მის შემდეგ რა სტაბილურად დაბალი იყო, ინფლაციურ მოლოდინებშიც დიდი მერყეობა არ ყოფილა და გრძელვადიანი ტენდენციები კლებადი იყო. ასევე გარდა ამ ფაქტორისა, შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამოყოფ იმასაც, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ერთი მხრივ განპირობებული იყო ძლიერი ერთობლივი მოთხოვნით, თუმცა ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი. და შესაბამისად, აი ეს ერთობლივი მოთხოვნასთან ერთად, რადგანაც ჯამური წარმოებული პოტენციალის გაზრდილი იყო, ამან არ გამოიწვია ინფლაციაზე ზეწოლა. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რასაც ვაფასებთ ბოლო პერიოდში, აი მაგალითად იანვარი რომ შევაფასოთ, ადგილობრივ ინფლაციასთან ერთად დაემატა ისიც, რომ იმპორტირებული საქონლის დეფლაცია გვაქვს, ანუ წინა წელს შედარებით ფასები შემცირდა, რაც ძირითადად მომდინარეობს იქედან, რომ საწვავის ფასები წინა პერიოდებში, წინა წელს უფრო მეტად იყო გაზრდილი და წლიურ დონეზე საბაზო ეფექტის გავლენით შემცირდა. კი, შიდა ფაქტორებთან ერთად თქვენს ანგარიშებში ხშირად და ძირითადად არის ხოლმე საუბარი ასევე საგარეო ფაქტორებზე, სწორედ საგარეო ფაქტორები უფრო მეტად რომ გავშალოთ, ტენდენციებში ცვლილება წელს ნაწილში შეინიშნება, ახსენეთ ნავთობის ფასი, ასევე სურსათის და ტრანსპორტირების ფასები საინტერესოა საერთაშორისო ბაზრებზე. და ამ პროცესების გავლენა მე უკვე მთლიანობაში საქართველოს ბაზარს. რა თქმა უნდა, ჩვენ იქედან გამომდინარე ვართ მცირე ზომის ღიატების ეკონომიკა, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი, ასევე სურსათის ფასები რაც ყალიბდება, იმპორტის სახით ყიდულობთ ამას და ჩვენს გადმოგვეცემა. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ესეთი დიდი გაურკვევლობა იყო 2024 წელსაც, ანალოგიური ტენდენცია 2025 წელსაც გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი არის გაურკვევლობა და ჩვენ ხშირად
ხშირად აღვნიშნავთ ჩვენს პრეს-რელიზებში და გადაწყვეტილებებში, რომ ერთ-ერთი მთავარი რისკის წყარო, რამაც შეიძლება ჩვენ ინფლაციაზე ზეწოლა გამოიწვიოს, სწორედ ეს საგარეო ფაქტორები არის. რომ შევაჯამოთ დღეს რა მდგომარეობა გვაქვს, ნავთობის ფასის მიმართულებით, როგორც აღვნიშნე ინფლაციაზე წლიურ დონეზე შემცირებული გამოდის საწვავის ფასები და სწორედ ეს განაპირობებს იმპორტირებული ინფლაციის დეფლაციას უფრო სწორად, თუმცა სურსათის ფასებზე გარკვეული სურსათის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე უკვე აისახა ამ ინფლაციაში და მცირედი ზომიერი ზრდა განაპირობა, აი მაგალითად 2% იყო და რომ შევადაროთ თქვა 2024 წლის დასაწყისში არსებულ ტენდენციებს, აი ამ სურსათის ფასის გაძვირება მცირედით აისახა კონკრეტულად ამ პროდუქტებზე, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი ნარჩუნდება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვისთვალისწინებდით ამ საგარეო ფაქტორებს, მათ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებში, მართავდით რისკებს და ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ დაბალი ინფლაციური გარემო სტაბილურად ნარჩუნდება. და თამთა საინტერესოა მაკროეკონომიკური პროგნოზები ცენტრალური სცენარის მიხედვით ვიცით, რომ წლის პირველ ნახევარში 3%-ის ფარგლებში შენარჩუნდება ინფლაცია, ასევე 2025-ში 5%-იან დონესთან დასტაბილურდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. საინტერესოა გარდა ცენტრალური სცენარისა განვიხილოთ ის სხვა სცენარები, რასაც ეროვნულ ბანკში განიხილავთ და ასევე თითოეულის შემთხვევაში საინტერესოა რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე ინფლაციის მაჩვენებელზე და ინფლაციის მაჩვენებელზე. და ასევე საინტერესოა სანამ პასუხს გავცემდი, რის მიხედვით შედგა ეს სცენარები, ანუ რა ფაქტორებმა განაპირობა დავშთა ამ სცენარების განსაზღვრა. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ძალიან საინტერესო არის ის, რომ სწორედ ახლა ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენ განახლებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც აი კომუნიკაციის უფრო მეტად გაძლიერების და გამჭვირვალობის უფრო მეტად გაძლიერების მხრივ ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამი სცენარი. ხშირად აღვნიშნავდით 2024 წლის განმავლობაში, რომ დაბალი ინფლაციური ეკონომიკური ტენდენციები არის პოზიტიური, დაბალი ინფლაციური გარემო ნარჩუნდება, მაგრამ აღვნიშნავდით, რომ აი რისკებს ვითვალისწინებთ და შესაძლო გავლენებს და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამ მიმართულებით თუ რა რისკებს ვითვალისწინებთ და თითოეული რისკის რეალიზების შემთხვევაში რა იქნება ეკონომიკური ტენდენციები, აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ყველა სცენარი შევთავაზეთ საზოგადოებას, რომ იცოდეს სწორედ რას მოიაზრებს ეროვნული ბანკი თითოეული გადაწყვეტილებისას. ცენტრალური სცენარი, ანუ ეყრდნობა დღევანდელ მიმდინარე მდგომარეობას, ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან, რას ვფიქრობთ, რომ როგორ შეიძლება განვითარდეს ტენდენციები. აღვნიშნავ იმას, რომ რა თქმა უნდა ცენტრალურ სცენარშიც არის მოაზრებული ის, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა, საგარეო მდგომარეობა არის საკმაოდ გაურკვევლობა მაღალი ხარისხის არის, მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ინფლაცია წლის პირველ ნახევარში 3%-იან მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდება, შემდეგ გარკვეულწილად სავაზო ეფექტის გავლენითაც გადააჭარბებს მცირედით მიზნობრივ მაჩვენებელს, თუმცა საშუალოდიან პერიოდში ისევ 3%-ის გარშემო იქნება. რაც შეეხება 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, ამასაც ჩვენ ხშირად აღვნიშნავდით, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩვენი შეფასებით ეს არის რაღაცა ესეთი გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდა. გასული წლების განმავლობაში, აი 3 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ძირითადად მომდინარეობდა იქედან, რომ ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი ამ პერიოდში გაიზარდა და შესაბამისად ამან იქონია ეს მანამდე თუ დაახლოებით 4-5% იყო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდაც, ამან კიდე ესეთი დამატებითი კონტრიბუცია შეიტანა. თუმცა აი ჩვენი შეფასებით გრძელვადიან პერიოდში წონასწორული ეკონომიკური ზრდის ზრდა ეს არის 5% და 2025 წელს სწორედ ამ 5%-ს დაუბრუნდება. რისკების შემთხვევაში, ანუ ერთი მხრივ რა თქმა უნდა, რადგანაც ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ ესეთი მწვავი არის და ასევე შიდა დონეზეც გვაქვს გარკვეული სახის ტურბულენტობა, მოიაზრებს იმას, რომ აი ეს ყველაფერი უფრო გამწვავდება, გაგრძელდება, დროში გაიწელება და შესაბამისად ამას ექნება გავლენა ინფლაციაზე და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალი იქნება. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პოლიტიკის რეაგირება იქნება, რომ უფრო მეტად გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, თუმცა არსებობს ისიც, რომ სიტუაცია როგორც გლობალურად, ასევე შიდა დონეზე უფრო სწრაფად ნორმალიზდეს და ამ შემთხვევაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით დაბალი იქნება და ეროვნული ბანკიც, რასაც ვაცხადებთ ჩვენ ხშირად, რომ 7% არის ჩვენი გრძელვადიანი წონასწორული განაკვეთი, ამისკენ უფრო სწრაფად წავა ამ სცენარის რეალიზების შემთხვევაში. ანუ ნეიტრალურ 7%-იან მაჩვენებელზე დაბალანსება ამ მაჩვენებლის 2025 წლის განმავლობაში რეალობაა. შესაძლოა
გრძელვადიან პერიოდში რა თქმა უნდა ჩვენ დაუბრუნდებით ამას, მაგრამ აი ამ 7%-ისკენ წასვლის სიჩქარე არის დამოკიდებელი იმ მხრივ, რომ უმოქმედო სესხების წილი მაგალითად არის 2.6 და რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია, რომ შევადაროთ სხვა ქვეყნებს, ასევე რეგიონის ქვეყნებსაც. საბანკო დაკრედიტება, რომელიც დეკემბრის ბოლომდე მდგომარეობით იყო 17%, აქაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძირითადი წვლილია ამ საბანკო დაკრედიტებაში ბიზნესის სესხებში აქვს და ანუ ეს კრედიტები რაც გაიცემა არის ჯანსაღი ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკიდან გამომდინარე. შესაბამისად ეს ტენდენციები რაც არის საკრედიტო აქტივობა კვლავ ესეთ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და მთავარი რაც არის რომ ეს დაკრედიტება იყოს ჯანსაღი და ხელს უწყობდეს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ეს ტენდენციები კვლავ ნარჩუნდება. აუცილებლად ჩაგეკითხებით, ანუ მიმდინარე პროცესებში, შიდა პროცესებში მაქვს ხედულობაში, რაიმე ტიპის ამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია დაკრედიტების ნაწილზე? კრედიტების ნაწილზე, რომ შევხედოთ მაგალითად ნოემბრის და დეკემბრის მონაცემებს, იყო რა თქმა უნდა სენტიმენტებზე აისახა მიმდინარე შიდა ტურბულენტური მდგომარეობა და ამან გამოიწვია ის, რომ საკრედიტო აქტივობის სისტემში გარკვეული შენელება იყო ნოემბრის და დეკემბრის მდგომარეობით. თუმცა იანვრის დასაწყისიდან ჩვენ გარკვეულ ოპერატიული ტიპის მონაცემებს ვფლობთ, სანამ რაღაც ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდება, იქ უკვე კვლავ ჩანს ის, რომ ეს საკრედიტო აქტივობა კვლავ ისევ გააქტიურდა იმ დონეზე შიდა ტურბულენტური მდგომარეობა და ამან გამოიწვია ის, რომ საკრედიტო აქტივობის სისტემში გარკვეული რაც მანამდე იყო. ასევე ყველაზე მეტად ეს მიმდინარე სენტიმენტები რაც იყო აისახა იმაზე, რომ დეპოზიტების დონელება იყო ნოემბრის და დეკემბრის მდგომარეობით. თუმცა იანვრის დასაწყისიდან ჩვენ გარკვეულ ოპერატულარიზაცია გაიზარდა ოქტომბრის და ნოემბრის პერიოდში. რა თქმა უნდა, იმ შიდა ეკონომიკური ტიპის მონაცემებს ვფლობთ, სანამ რაღაც ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდება, იქ უკვე კვლავ ჩანს ის, რომ ეს საკრედიტო აქტივობა კვლავ ისევ გააქტიურდა იმ დონეზე, რაც მანამდე იყო. ასევე ყველაზე მეტად ეს მიმდინარე სენტიმენტები რაც იყო აისახა იმაზე, რომ დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა ოქტომბრის და ნოემბრის პერიოდში. რა თქმა უნდა, იმ შიდა ეკონომიკურმა მდგომარეობამ სენტიმენტებზე მოახდინა გავლენა და ეს სენტიმენტები გამოისახა ამ დეპოზიტების დოლარიზაციის სტაჟში. სენტიმენტები ახსენეთ რამდენჯერმე და შევეხოთ ახლა სავალუტო ბაზარს და რეზერვებს გასულ წელს ეს საკითხი იყო განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი, არაერთი განსხვავებული მოსაზრება მოგვისმენია. მინდა გკითხოთ, წელს როგორია ტენდენცია დეკემბერში დაწყებული რეზერვების შევსება თუ გრძელდება ამ ეტაპისთვის და ზოგადად რომ მოკლედ, როგორც მოვახერხებთ, აგვიხსნათ, როგორია ეროვნული ბანკის პოლიტიკა რეზერვების როგორც შევსების, ასევე მისი ხარჯვის ნაწილში. დავიწყებ გასვლით კურსზე და სენტიმენტების რაღაც მოკლე ანალიზით. ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, ეროვნული ბანკი ხშირად აღნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოქმედებს ცურავი გასვლითი კურსის რეჟიმი და გასვლითი კურსი ჩამოყალიბდება მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ეს ცურავი გასვლითი კურსის რეჟიმი არის, მასზე სენტიმენტებს აქვს გავლენა, რა თქმა უნდა, და ეს სენტიმენტებზე გავლენა ზუსტად აი ამ პერიოდში, ნოემბრის-დეკემბრის პერიოდში გამოჩნდა კიდევაც. მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამ მსგავსი ტიპის სენტიმენტებს გასვლით კურსზე აქვს მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა, იქედან გამომდინარე, რომ გრძელვადიან პერიოდში გასვლით კურსს აყალიბებს ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები. რაც ისევ ჯანსაღ დონეზე ნარჩუნდება ის შემოდინებები ტურიზმის მხრივ, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მხრივ, წლიურ დონეზე რომ შევხედოთ 2024 წელს, შემოდინებები მეოთხე კვარტალშიც კვლავ გაგრძელდა. იქედან გამომდინარე, რომ ეს ეკონომიკური ფაქტორები, ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღი იყო, ხედავთ იმასაც, რომ სენტიმენტების გავლენას, რასაც ხშირად აღვნიშნავთ, მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ჰქონდა და დღეს ვხედავთ, რომ პირიქით გამყარების ტენდენციაც გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. რეზერვების კუთხით ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია იმაზე, რომ რეზერვები დააგროვოს, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას გვაძლევს და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნოემბერშიც და დეკემბერშიც ჩვენ შევისყიდეთ უცხოური ვალუტის რეზერვები. ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის რომ აქტიურად თანამშრომლობთ. თათია შეგხვდებათ უკვე ერთ კვირაში, მომავალ ხუთშაბათს.